დღეს არაერთი განცხადება გავრცელდა ხვალინდელ გაფიცვასთან დაკავშირებით და ფაბრიკა თბილისის გუნდი ავრცელებს სოციალურ ქსელში ინფორმაციას, რომ ისინი უერთდებიან ამ საყოველთაო გაფიცვას 15 საათიდან 18 საათის ჩათვლით და ისინი წერენ, რომ ეზოს ყველა ობიექტი დაკეტილი იქნება და ფაბრიკას რეზიდენტები უერთდებიან გამაფრთხილებელ გაფიცვას. ჩვენი სოლიდარობა ემსახურება საერთო მიზნებს, სადაც ცვლილებებს წერია ფაბრიკას თბილისის ოფიციალურ განცხადებაში, ასევე გასტრონომ ჯგუფი უერთდება ამ გაფიცვას და ისინიც ავრცელებენ სოციალურ ქსელში განცხადებას და ამბობენ, რომ მათ ჯგუფში შემავალი მაღაზიები და რესტორნები ასევე შეუერთდებიან ხვალინდელ გაფიცვას. ორგანიზაცია ICR ავრცელებს განცხადებას, ისინი იფიცებიან და დახურავენ ყველა ობიექტსა და ოფისს, რათა ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის შექმნან ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლების, გამოხატვის თავისუფლების, საკუთარი შეხედულებისამებრ განხორციელების წინაპირობა. ICR ჯგუფი იყო, არის და იქნება ევროპული ღირებულებების ერთგული. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი 1000-ზე მეტი თანამშრომლის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებაში აცხადებენ ისინი. ასევე კაფემზიური ავრცელებს განცხადებას, ისინიც უერთდებიან გაფიცვას, გაუმარჯოს საქართველოს ევროპულ მომავალს, წერენ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე და დღეს ამ დროის მონაცემებით 200-მდე კომპანია უერთდება საყოველთაო გაფიცვას, რომელიც ხვალ დღის 3 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 6 საათამდე და ასევე გუშინ გაავრცელეს ბანკებმა განცხადება, ისინი გაფიცვას არ შეერთებიან, თუმცა განაცხადეს ის, რომ ყოველთვის იცავდნენ და დაიცავენ საკუთარი თანამშრომლების გამოხატვის თავისუფლებას, ამიტომ საქართველოს ბანკისა და TBC ბანკის თანამშრომლებს თუ კი ექნებათ სურვილი, რომ შეუერთდნენ ამ საყოველთაო გაფიცვას, მათ ამის შესაძლებლობა ნამდვილად ექნებათ.